უსმენ ადამიანს კი განიცდი ყველაფერს, მაგრამ აი სულ სხვა არის, ვისაც მართლა თავის თავზე აქვს გავლილი. ეხლა ხანს დაბრუნდი ისრაელიდან. დრეთით აღსტექი. წავედით და აღმოჩნდით ომში. ცოტა რომ დავიწყებ არა ამ სკინკერის გაკეთება, ევაკუაცია წარმოიდგინე. ამათ ეგონათ რომ გავგიშდი ნერვიულობის ნიადაგზე. ყველაზე საინტერესო კიდე ერთ-ერთი კითხვა იქნება დაშვებული შეცდომები. ეს შუბლი ჩამომივიდა გვევით და გამიკეთა რაღაც გაუგებარი პრეპარატი. არაჩვეულებრივად გაქვს სახისკანი, მინდა აქვე კომპლიმენტი. დიდი მადლობა. რა კარგი ბლოგია. ყველა ისეთი კითხვა, რაც ძალიან მომწონს. ძალიან შეშინებული სახე ქონდა და მეც ძალიან დავკომპლექსდი, ერთი თქვა სახლიდან არ გამოსულარ და გავიკეთო და სახე დამიჭკნება, რა თმინდა ბრილიანტი. ეს აღარ არის ტრენდული, ბევრი ჩარევა. კოლაგენის აღდგენა ვერ მოხერხდება ვერავითარ შემთხვევაში მასაჟით. ხალხი ფიქრებს ეს რო 20 წლის წინ იკეთებ და რამდენი წლის არისო. უმთავრესი არის საკუთარი თავის სიყვარული. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს გვყავს სტუმრად საქართველოს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ნინო ჩხეიძე, ყველასთვის საყვარელი ნინო, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს სილამაზის გარშემო, შენ გაგვიზიარე შენი თავის მოვლის საიდუმლოებები და პირველ რიგში მაინტერესებს როგორ ხარ, ვიცი რომ გამოიარე რთული გზა, ეხლა ხანს დაბრუნდი ისრაელიდან, როგორ ხარ, როგორ ჩამოხვედი და მოგვიყევი ცოტა მოკლედ ამის შესახებ. მოგესალმებით, მიხარია თქვენთან სტუმრობა, ყველა ბლოგი მაქვს ნანახი და წარმატება მინდა გისურვოთ. ძალიან საჭიროა ჩვენთვის ქალებისთვის მსგავსი ბლოგები. და მეც ვეცდები რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სილამაზესთან დაკავშირებით. ნუ რაც შეეხება ჩემს ბოლო მოგზაურობას, მე მგონი ყველამ გაიგო და იყო ისეთი ამბავი რომ მოვხვდი იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ისრაელში ომი და უკვე რომ მივხვდით, რომ 3-4 დღე უფრო და უფრო მძაფრდებოდა და მწვავდებოდა სიტუაცია, გადმოვედით ეგვიპტით. თუმცა მერე უკვე რომ გავიგე ინფორმაცია, არც ისეთი უსაფრთხო ყოფილა იმ ეგვიპტით გადმოსვლა, იმიტომ რომ იქ ღამე იყო და არც ისეთი უსაფრთხო იყო თურმე იქ მოძრაობა, მაგრამ უკვე იმდენად მინდოდა სახლში დაბრუნება. პირველად მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვარ ისრაელში ნამყოფი, პირველად მოვხვდი მსგავს საომარ სიტუაციაში და მივხვდი თუ რამდენად სტრესში არიან იქაური მოსახლეობა და თუ აი რას უძლებენ, რა სტრესია, როდესაც ომია და ყოველ წუთს ირთვება ეს სირენები. მოკეთ ღვთისწყალობით, მშვიდობით დაბრუნდი ყველაფერი. მე ვადევნებდი შენ ვიდეოებს თვალს და უშემატკივრობდი და მიხარია რომ მშვიდობით. მოგესალმები ნინო, მიხარია რომ ხედავ ესე გამოიყურები არაჩვეულებრივად როგორც დიდი ყოველთვის მადლობა, შენთან ერთად ჩვენც ძალიან ბევრი ვინერვიულეთ გადავიტანეთ და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, ნატალი იყო ერთადერთი, რომელიც დღეში ყველაზე ბევრს მირეკავდა და თუ არ ავიღებდი ტელეფონს, უკვე ისტერიული მესიჯები იწყებოდა მერე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ. მადლობა პირიქით, მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შენი კარგად ყოფნა და ესე ლამაზად რო გიყურებთ ჩვენთვის ბევრად და ომთან დაკავშირებით მეც ჩემი მაქვს ესეთი რთული პერიოდები, ყველამ ვიცით და რამდენად გამძაფრებულია ხოლმე ომის დროს და ნამდვილად და აი ვისაც არ აქვს გავლილი, აი მე პირადად უშუალოდ კონკრეტულ ომში არ ვიყავი და თუნდაც აფხაზეთის ომიც მოსასმენად კი მძიმეა, მაგრამ ვერ აღიქვა ისე. უსმენ ადამიანს კი განიცდი ყველაფერს, მაგრამ აი სულ სხვა არის, ვისაც მართლა თავის თავზე აქვს გავლილი, ეს ყოფილა მართლა ძალიან მძიმე და ზუსტ ყოველთვის ხას ვუსმევ ხოლმე, რომ არაფერი არასდროს არ არის, როდესაც არა გაქვს ომთან დაკავშირებული თუნდაც ერთი დღე. აი ყველა პრობლემა, არც ერთი პრობლემა არაფლად არ მიგვაჩნია და არც უნდა მიგვაჩნდეს. ნამდვილად. მოკლედ ეხა გადავიდეთ ესეთ სასიამოვნო და ლამაზ კითხვებზე, რომელიც შენ ბევრი გეკუთვნის და მინდა რომ პირველი ესეთი კითხვა დაგისვა, რომელ პროცედურებს ანიჭებ უპირატესობას. და ასევე მოგვიყევი შენი პროტოკოლი, აი დილის მაგალითად და ღამის პროტოკოლი თუ გაქვს თავის მოვლის. პროცედურას რაც შეეხება, ჩემი საყვარელი პროცედურაა სახის მასაჟი.
თავის ნიღბებით, რა თქმა უნდა, ვიკეთებ ნატალიში, ეს არის გიჟდებით C-ვიტამინის ნიღაბზე, კოლაგენის ნიღაბზე და ასე შემდეგ. ნუ სახის მასაჟი ჩემი საყვარელი პროცედურაა, როგორც სახისთვის, ასევე აი ნუ ფსიქოლოგიურადაც ვისწვენებ მაგ დროს. აპარატურუსაც შეეხება თითქმის ყველაფერი გაკეთებული მაქვს, მაგრამ რეტაჩი ჩემი ფავორიტია, რეტაჩის პროცედურა, კი, იმიტომ რომ ძალიან შედეგიანია და ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს, თუმცა აი ყველაზე მეტად რა შედეგს ხედავ ხოლმე? კანის გაახალგაზრდავებას, თქვათ ერთფეროვნებას, აი ყველაზე და რა მოგწონს ერთფეროვნებას, ლიფტს და რა იცი იმდენად გაახალგაზრდავებას უფრო. იმიტომ რომ მე ინექციებსაც ვიყენებ და მინდა ყველას რა ვურჩიო იცი რომ იციან რომ თქვათ ერთი პროცედურა, ან ერთი საცხი, ან ერთი სახის მასაჟი, ან ერთი რეტაჩის ყველაფერი კომპლექსში ძალიან კარგად მუშაობს. არანაირი ერთი არც პროცედურა და არც სახის საცხი არ მოგცემთ ისეთ შედეგს, რომ პირდაპირ ისეთ ხო, სახლის რუტინიდან დაწყებული აპარატურულ პროცედურამდე დამთავრებული, ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანობა, რაც ქმნის მერე საბოლოო შედეგს და აი, როდესაც რეტაჩს ვიკეთებ, ზუსტად აი ეს სახის ნიღბები იქნება, სახის მოვლის საშუალება იქნება თუ თუნდაც ინექცია და ფილერი იქნება, ბევრად უფრო კარგად ჯდება სახეზე და კარგად ნაწილდება ამ პროცედურის შემდეგ. არაჩვეულებრივად გაქვს სახის კანი, მინდა აქვე კომპლიმენტი დიდი მადლობა. მე მაგალითად ესეთ პატარა აგიხსნიდით თქვენ. სიამოვნები. და ესევე მაყურებელსაც ნახეთ რა ხდება, რასაც ეხა შემყვები, რომ ვიკეთებ ფილერს, ჰიალურონს, ამას, red touch-ს და მასაჟს, ხო? მასაჟი არის ნამდვილად იმისათვის, რომ რელაქსაცია მივიღოთ. კუნთებზე მუშაობს, თუმცა არა კოლაგენზე. კოლაგენის აღდგენა ვერ მოხერხდება ვერავითარ შემთხვევაში მასაჟით. ნუ ეგ არის აი ძალიან დიდი მითი, პირდაპირ გეუბნებით. კოლაგენი ხდება აი ან აპარატურული მეთოდით, ესე იგი, სადაც red touch-ი არის ეს ერთ-ერთი მიკროტალღებზე აპარატი და სპეციალური წითელი სხივი, რის მეშვეობითაც ხდება კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივი აღდგენა, მაქსიმალურად ჯერ დგუნავს და მერე ხდება აი აღდგენა, რისთვისაც არის ესეთი გამკრივებული, როდესაც გაქვს ესეთი კანი, გამკრივებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს სწორედ გრომკრივდება, მე მაგიტომაც კარგად ჯდება ყველაფერი. ეს არის მნიშვნელოვანი, როცა არის გამკრივება. როდესაც იქ თქვათ ფილერია თუ ასე, ფილერი ეს არის სახელწოდება, თუმცა იქ გამოიყენება უკვე შემავსებლები თუ რითი არის ჰიალურონია თუ ასე შემდეგ და ექიმი როცა წყვიტავს ხოლმე გადაწყვეტილებას იღებს ეს რისთვის ამა თუ იმისთვის. იმიტომაც არის ეს პროფესიონალური კოსმეტოლოგიური პროცედურები ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს პროფესიონალების მიერ. აუცილებლად. მე მაგალითად ეს ბოლო პერიოდი საერთოდ შევწყვეტე ფილერების გაკეთება და მხოლოდ აპარატურულ პროცედურებზე გადავედი და არაჩვეულებრივად ძალიან კმაყოფილი ვარ, აი მართლა იგულწრფელად ყველას ვურჩევ და აი თუმცა ბოტოქსი ვერ ვცვლით. არა, ბოტოქსი არის შეუცვლელი, ეხლა ბოტულოტოქსინი თუ არა შეიძლება გამოვიყენოთ. რაღაცა არის აბსოლუტურად განსხვავებული ფილერისგან და შემავსებლისგან, ამიტომ ხო, რაღაცნაირად ვფრთხილობ და ძალიან კმაყოფილი ვარ აპარატურით. ხო, არის ევროპაშიც ეს ტრენდი, რომ უკვე თითქოს აღარ არის ტრენდული, ბევრი ჩარევა შემავსებლების. ეს დაიხვეწა და თან მართლა იმხელა არჩევანი არის მით უმეტეს ნატალი ჯგუფში, რომ ანუ თუ მიყვები მართლა ეს ეტაპობრივად ამ პროცედურებს შედეგს მართლა ხედავ და სხვათა შორის ძალიან მინდაონდას გამოყენება სახეზე, აი ახლა არ გამომიყენები აქამდე და ახლა ვიცი რომ გიყურებთ გოგოებს აუცილებლად უნდა ჩავერთო. ამას უკვე აღნიშნავენ როგორც წითელი ხალიჩის წინ პროცედურას ფაქტონ და პროზე ახლა და მე გამომეპარა წითელი ხალიჩი. გამოგეპარა. მე არსად არ მიუფრინავით და თუ უნდა პრო არ გავიკეთე და ისე მივდივარ იმ დღეს ნინოს შევხვდი, რა თქმა უნდა ნატალი ჯგუფში და ნინოც მიფრინავდა, მეც მიუფრინავდი და ორივე წესრიგდებოდი. დეტოქსები, ანის პროცედურები, სახის პროცედურები, გალამაზებულები. წავედით და აღმოჩნდით ომში, სხვათა შორის მეც იქ მომიწია ემირატებში ყოფნა და ახლა კითხვა გამიჩნდა, ჩემი თავიდან გამომდინარე, უნდა კითხო.
აი რაღაცა რთულ პირობებში მაგალითად და დარწმუნებული ვარ გიწევს ხოლმე მით უმეტეს ძალიან ბევრს დაფრინავ კონცერტები გაქვს. აი რა არის აუცილებელი, რასაც აკეთებ და არ ღალატობ. და მე მოგიყვები რას ვაკეთებ. იცი რა არის ნებისმიერ შემთხვევაში დილის და ღამის რუტინას აუცილებლად ვიტარებ. გამორიცხულია, მაგრამ მოგზაურობის დროს შეიძლება ამოვიღო პეპტიდი, რაღაც თქვა თანამატებს, რასაც იმაში რაც შეეხება თქვა ტონერი, სახის გაწმენდა, საცხი, თვალის დამუშავება აუცილებლად ვაკეთებ ყოველ დილას საღამოს. და ჩემი ჯადოსნური არის ნატალიში იყიდება ჟერმენ დე კაპუჩინის შავი ნიღაბი. SRNS-ი. ანუ ეს არის გამოსავალი, სადმე ანუ რომ აქვს გამოსვლა, შუა დღეს ვიკეთებ ამ ნიღაბს და ცეს ნიღაბიც ძალიან კარგია და ასევე ამპულები, ჟერმენის ამპულებს ვიყენებ ყოველთვის გზავრობის დროს. მე მოგიყვებით ახლა ნატალის ვაცინე უკვე ბევრი მოკლედ ემირატებში მომიწია ყოფნა, როდესაც დაიწყო დაძაბულობა ომი და პირველი ღამეა ეს ალარმი ჩაირთო და მოკლედ მოგვიწოდებენ სასტუმროში რომ ევაკუაცია, ჩამოდით ყველა ქვემოთ და ჩავედი მეც რა თქმა უნდა ქვემოთ. ღამეა უკვე უნდა დავწვე, დავიძინო. სახის რუტინა მაქვს ღამის ჩასატარებელი. ჩავედი, რაღაც 9 საათია გასული და აგვეუბნებიან რომ არ ახვიდეთ ნომრებში, აქ იყავით, ფანჯრებს მოერიდეთ და მე ხო ფიქრობ როგორ გავიპარო ნომერში რომ არ გამოწოვოს ვეგონები, კი არა და ყოველს გიჟი ვეგონე მართლა იქ. ალბათ მაყურებელსაც გიჟი ვგონი ვარ, მაგრამ აი თავში მქონდა რომ ღამის რუტინა მაგასაკეთებელი და წარმოიდგინე ევაკუაციის დროს მაინც ჩაიტარე. დავიპარე კიბით ოთახში. წამოვყნე ჩემი მეგობრები ვის ერთადაც ვიყავით და შევედი და ვერ უთხარი ამათ რომ სკინკეარი მაქვს თქო გასაკეთებელი ვითომ რაღაც დამრჩა და რომ დავიწყებ არა ამ სკინკეარის გაკეთება ევაკუაციის დროს წარმოიდგინე. ამათ ეგონათ რომ გავგიშდი ნერვიულობის ნიადაგზე. გავიკეთე ბოლომდე ჩავიტარე. თავის სკანს მოუარე. ნიღაბიც დავიდე. ჩამოვედი ძალიან მშვიდად გავაგრძელე ევაკუაციაში. ისე სხვათა შორის ერთგვარი ანტიდეპრესანტიც ხო არის თქვი შეიძლება ნერვიულობაზე გააკეთოს. შეიძლება, ცოტა არაადეკვატური ალბათ იყო იმ მომენტში, მაგრამ როდესაც ხედავ შედეგს და როდესაც იკეთებ ამ ყველაფერს თუნდაც საღამოობით სკინკეარს არის მართლა სიგიჟეს გავს ახლა იმ პერიოდში, მაგრამ იმ მომენტში არ იყო ეგეთი სიტუაცია მართლა და ალბათ არ შემშინებია. რაღაც უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი მართლა ეგეთი გიჟიც კი. მაგრამ ხო რა აი თავში სულ მაგ რომ აი ეს და გავაკეთო და კი მეც და იცი ბევრი მეკითხება რომ არ გეზარება ან როგორი მახსოვრობ რის მერე რა უნდა აი კონცერტის კონცერტის მერე მაგალითად ძალიან დაღლილი როცა მიდიხარ არა გამორიცხულია რომ დავიტოვო არ არსებობს მაგრამ იცი რა არის მერე რო ხედავ შედეგს თქვა აი 1 თვე 2 თვე 3 თვე იმდენად იმდენად კარგი შედეგი აქვს რეგულარულ რუტინას და დისციპლინას, რომ რაღაც გული არ გიშობს, რომ ჩააგდო რა. მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე მე და შენ ერთმანეთს და არასდროს არ მახსოვხარ, აი მოუწესრიგებლოს რას გულისხმობ იცი, აი ну რაღაცა სპორტულად მაგალითად ან მართლა აი სულ ხარ ძალიან ესეთი მოწესრიგებული გაპრანჭული მაინტერესებს აი მაღაზიაში მაგალითად სახლთან როცა ჩადიხარ ან ნაგავის გადასაყრელად მაშინაც ესე გამოიყურებ არა თუ არის რომ აი თმები აიწიე უცებ რაღაც ჩაიცი სპორტული შარვალი და გახვედი აი იცი რა არის სპორტული სპორტული სტილი ჩემი ძლიერი მხარე არ არის აქედან ხო ეგ ვიცით და არც სპორტი მაგრამ აი რო გითხრა რომ ყოველ დღე ვთქვათ აი მაკიაჟი და მძიმე მაკიაჟი უნდა გავიდე ვარდით აუცილებლად და რაღაც არა ყოველ დღე ვცდილობ რომ ვიყო სადად სახის მაკიაჟს რაც შეეხება BB კრემს ვიყენებ უბრალოდ და ცოტა ტუშს და მეტი არაფერი აუცილებლად მოწესრიგებული ხო აუცილებლად უნდა ვკითხოთ ნინოს თავის ახალ სუნამოს. ვაიმე რატო არ წამოვიღე? არა უშავს. ეხლა ჩვენც არ მოგცემთ საჩუქარს. არა უშავს შევხვდებით კიდე. მოგვიყევი შენ სუნამოს შესახებ გილოცავ პირველ რიგში ახალ წამოწყებას. როგორ გადაწყვეტე რომ გაგეკეთებინა შენი სუნამო და სად შეიძლება შეძენა რომ
უთხრა ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. აუცილებლად გამოგიგზავნით გამოვასწორებ შეცდომას, მაგრამ სუნამოს რაც შეეხება, ეს არის საქმიანობა, რომელიც ბოლო პერიოდში დავიწყე და ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. სადღაც 1 წლის წინ ვიფიქრე, რომ იცი რა, რაღაცა ხო არის რომ ცხოვრებას რო გადახედავ. ვიფიქრე, რომ აი ვარ 44 წლის. ვღერი, მიყვარს სიმღერაზე ვგიშდები, ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ აი კიდევ რა შეიძლება რომ გააკეთო და თან ჩემს საქმიანობასთან რაღაც ისე ძალიან მოწყვეტილი რო არ ყოფილიყო და ვიფიქრე, არ მინდოდა საცხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის კონკურენციაც და საცხი უფრო რთული და საპასუხისმგებლო ადამიანი რო დაიტანს ამ ყველაფერს და როცა ჟერმენი არსებობს, საცხი გამოირიცხა, შამპუნი გამოირიცხა, არა ეს ხუმრობით. და მოკლედ რო ვიფიქრე, მინდოდა საიმიჯოდ გამეკეთებინა ჩემი სახელწოდების სუნამო, იმიტომ რომ მე თაყვანისმცემლობის მყავს ისეთი, რომ ბევრს უკითხავს, რომ არ გაქვს რამე განსხვავებული საჩუქარი შენი სახელობის, რატომღაც ღვინოს ითხოვდნენ ხოლმე, ან რაღაცა განსხვავებულ საჩუქარს და ვიფიქრე, რომ მოდი გამოვუშვებ ხარისხიან პარფიუმს საფრანგეთში, საფრანგეთში პარიზში მზადდება, არის ფანოჟის ფაბრიკა და დავიწყეთ მიმოწერა, რთული იყო მუშაობა მათთან, იმიტომ რომ სანამ დავსვით ეს ტონები, მე მინდოდა უფრო მეტი შემცველობის ზეთის, იმიტომ რომ უფრო მდგრადი ყოფილიყო და როგორც ისე ფრანგებს არ უყვართ მდგრადი სუნამოები და მე მიმტკიცებდნენ, რომ არ შეიძლება ესე და მოკლედ ეს საშუალო მდგრადობის გამოვიყვანეთ იცი როგორი სუნია აქვს ელეგანტური და არა შემაწუხებელი. ძალიან რთული ხა აგიხსნათ ეს ყველაფერი მე უნდა მომეტანა, მაგრამ ჩანთაში მაქვს გაჩვენებთ. მაგრამ ზუსტად ისეთია სუნამო, რომელიც გავს ჩემს ხასიათს. ძალიან გავს ჩემს ხასიათს და ადამიანი, როდესაც მიიპყურებს ამ სუნამოს, აუცილებლად მე გავახსენდები. და ეს მათთვის არის, ვინც არის ჩემი თაყვანისმცემელი. თუმცა მეორე ამბავია. და ბევრი თაყვანისმცემელი გყავს ძალიან. და მადლობა, ატყდა ამბავი ისეთი TikTok-ზე, ზოგს ეტირებოდა, ზოგს ეცინებოდა, ზოგი ხითხითებდა, ზოგი კისკისებდა, ზოგს მართლა გულით უხაროდა, მაგრამ ყველაფერი კარგია. ხო, რა თქმა უნდა. ეს უნებრივია, რომ ეს ყველაფერი ახლავს ამ ყველაფერს. და მოკეთ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, გაყიდვებით საკმაოდ კარგად მიდის. მე გისურვებ როგორ გაყიდვებს, იცი? აი YouTube-ზე როგორი ნახვებიც გაქვს ზუსტად ისეც. მასეთ უკვე მაშინ საფრანგეთში მექნება მაღაზია საკუთარ. მე გისურვებ აუცილებლად. დიდი მადლობა და მინდა რომ კაცის ხაზი გამოუშვა აუცილებლად, რომელიც უკვე ზაფხულისთვის სავარაუდოდ იქ. არა, მართლა კარგი სუნი აქვს. ნინო არ გვაჩუქა, მაგრამ გვაფ. მაგრამ დაგვაფკურებს. კი, ანუ ლიმიტირებულად დაგაფკურებს. ერთად რო ვიყავით მაშინ ახლა ყველას დაგვაფკურა, ამიტომ ქონდათ ბედნიერება. ქონდა ბედნიერება. და ამ სუნამოს შეძენა შესაძლებელია საიტზე, კონკრეტულად აქვს საიტი neoparfum.com და ძალიან მარტივად ხდება შეძენა. ჯერჯერობით არ არის. ონლაინ შეძენის დროს ადამიანმა რომ არ იცის, იმიტომ რომ სუნამო ცოტა ისეთი არის. მე მაგალითად 8-10 წელი ერთი და იგივე სუნამოს ვიყენებ. და ძალიან მიჭირს ხოლმე შეცვლა. ეს იცი რა გაცვლა? ისე უნდა ვუყვარდი ადამიანს, რომ სუნიც არ აინტერესებს, უნდა იცოდეს, რომ მოეწონება. გასაგებია. ანუ ეს არის ინდიკატორი თუ როგორ უყვარ ხარ ადამიანს, რომ ყიდულობს საიტით სუნამოს. ძალიან კარგი, მოკლედ უკვე გისურვებ ისეთი გაყიდვები, როგორც ნახვები გაქვს YouTube-ზე. კარგი, ნინო, თუ გაქვს რამე აკრძალვები თავის? კი, სოლარიუმი. არასდროს არ შევდივარ, იმიტომ რომ მე ძალიან თეთრი კანი მაქვს და თხელი და ნუ ჩემი კანისთვის არ არის კარგი და აი არასდროს არ შევდივარ სოლარიუმზე. არც მზეზე არ ვირუჯები არასოდეს. არაჩვეულებრივი გამოსავალია ნატალიში, შაქრით ვიფერები და მთელი ზაფხული მაქვს გადასარევი რუჯი ისე რომ არც კანს ვიჭკნობ, არც ხმები და არც ვიზიანებ სახის კანს. ნამდვილად მეც ვეთახმები. ეს არის ერთ-ერთი ფოტო დაბერება. ხო. და რა მაყავთ? არა, კარგია, სწორია. რამდენი წლის არის და
არასოდეს რუჯს არ იღებს. არასოდეს თუმცა ძალიან ლამაზია რუჯი და მიყვარს ძალიან, როდესაც ამისათვის ეს შაქრის ლერწამი ძალიან შაქრის ლერწამი არის არაჩვეულები. კი, ნამდვილად. და მინდა აღვნიშნო, ჩემი გამოცდილებით უკვე მართლა 15 წელია ვიკეთებ ნატალიში შაქრის ლერწმით ამ დაფერვას უფრო და უფრო გაუმჯობეს და ეს ყველაფერი და აუცილებლად ამ პროცედურამდე ვიტარებ ტანის პილინგს, გასუფთავებას კანის, შემდეგ უკვე დაფერვას ვიკეთებ და არ გადადის არც ტანსაცმელზე. კი, მეც ხშირად ვიკეთებ ხოლმე, აი გადაღებისთვის თუ მჭირდება, იდეალურია. და პატარა საიდუმლოს ვიტყვი რას, რომ მე შემდეგ უკვე ამ შაქრის ლერწამს რო გავიკეთებ, სადღაც 10 დღეში სახლში ავტორუჩსაც ვამატებ, ვამატებ და უფრო დიდი ხანი მიძლევს ეს ყველაფერი. რუჯიც არის შესაძლებელი საერთოდ რა, ვინც რუჯს იღებს, მაგ რუჯის შემდეგ თუ ვთქვათ რაღაც რუჯის დამატებაც შესაძლებელია. და ბევრი მეკითხება რომ არ ჭრელდები და არა, არასდროს არ სწორად თუ მოული არ აჭრელდები. არასდროს არ აჭრელდები. სწორად მოვლა ამ შემთხვევაში ნახეთ რას ნიშნავს, დატენიანებას კარგად. ყველა ადამიანს კანი აქვს, ან ცხიმიანი, ან მშრალი, ან კომბინირებული და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, აიმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ სხეულის მოხდეს და გასუფთავება, იმისათვის, რომ ფორები იყოს გახსნილი და ასევე ცხიმიანობა იყოს მოკლედ მოშორებული, ხო? იმიტომ რომ თუ ცხიმიანი არის კანი და ეს ბუნებრივი არის შაქრის ლერწმის სითხე, არათანაბრად ჩდება, რომელსაც ესეთ აჭრელებას ვეძახით. თუმცა ჩვენ ესეთ შემთხვევაში ვიყენებთ ბაზას, როგორც მაკიაჟის წინ ვიყენებთ ბაზას, ესეთი ბაზა არის, რომელიც ეს ბაზა უკვე არ აძლევს, რომც იყოს ცხიმიანობა ან სიმშრალე, რომ იმას აქნას. დიახ, კი, გამოვიდეს. ჩემი აკრძალვა არის მზე და მე მაგალითად რაც მომწონს ნინოში ეს არის, რომ მოვლას ძალიან ყურადღებას აქცევს. ანუ მოვლას რა მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცედურული მოვლა, აი კოსმეტოლოგიური მოვლა, ამას არ საუბრობ აპარატურულ მოვლაზე, ეს არის მაგალითად პროცედურები, რომელიც შეიცავს 1 საათი და 10 წუთი არის, სადაც პროგრამებს გულისხმობ მოვლა. ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი შედეგი გაქვს ადამიანს, როდესაც ამ პროცედურებს იტარებ, რომ რაც არ უნდა ჩარევა იქნება თუ სახლში მოვლა იქნება, აი სხვანაირად ბზინავს კანი, როდესაც რეგულარულად იტარებ აი ამ პროცედურას. აი ზუსტად სულ მაგას საუბრობთ ჩვენც აქ, რომ აი ეს დისციპლინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და აბაშიძეზე არ დამოვიწყდება სახელი და გვარი, ნამდვილად არ ვიცი, ერთი ქალბატონი შემოვიდა და არც მაკიაჟი ქონდა, არაფერი და ეს ქალი ბრწყინავდა. და ვიკითხე რომ გავიდა, საკმაოდ ასაკიანი იქნებოდა ეს ქალბატონი და რომ გავიდა ვიკითხე რომ ვინ არის ეს ქალბატონი, როგორი მოვლილი იყო თქო და კვირაში 2 ჯერ დადის პროცედურებზე, უკვე წლებია. და მართლა მე საერთოდ არ ვიცოდი თუ პროცედურაზე იყო, მაგრამ სხვანაირად ბზინავს კანი ამ პროცედურების შემდეგ ნამდვილად. ნინიკო, მინდა კითხო, რა გაძლევს განწყობას და мотиваციას უფრო სწორედ რომ აი ეს პროცედურები და შენ თავის მოვლა დააყენო ესეთ პირველ ალბათ აუდიტორია პირველ რიგში საყვარელი ადამიანი უფრო აუდიტორია ჩემი მსმენელი გამომწერები კონცერტზე აი პასუხისმგებლობა ალბათ პასუხისმგებლობა ეს ყველაფერი იმიტომ რომ როდესაც საჯაროდ გამოდიხარ სულ ნერვიულობ რომ ისე ვიყო რომ მოვეწონო სულ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე და ელოდებიან იცი აი ყოფილა შემთხვევა რომ და ყველა აღნიშნავს ყოველთვის სულ ელოდებიან რა მაცვია როგორ გამოვიყურები სულ მეკითხებიან წერენ ინსტაგრამზე და ეს ყველაფერი მაძლევს мотивაციას და თავდაჯერებულობასაც რა თქმა უნდა გმატებს და შენ თვითონ რომ თავდაჯერებული ხარ მე უკვე სხვანაირად ჩანს ყველა იცი არის სხვათა შორის როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ ყველა ადამიანს გვაქვს ხო ესეთი რომ რაღაცა ვერ ყველაზე კარგი გამოსავალი ხოლმე რა არის იცი ავდგები მოვწესრიგდები სახის რუტინას ჩავიტარებ მეიქაპს გავიკეთებ ისეც რომ
სადმე მივდივარ და მომენტალურად გადის აი ის ცუდი განწყობა და ცოტა პესიმიზმი და ის დაზარება მომენტალურად გადის უკვე ხარ ანუ ეს მარტივად რო ვთქვა ქალურ ენერგიას ვაღვიძებ ჩემში ხო და ძალიან გმატებს ეს ყველაფერი თავდაჯერებულად ბლიც ინტერვიუ მოგიმზადეთ აჰა რეები აბა მიდი ბოტოქსი თუ ბუნებრივი ნაოჭი ბოტოქსი რა თქმა უნდა პატიება თუ დავიწყება დავიწყება სიმართლე რომელიც მტკივა თუ ლამაზი ტყუილი სიმართლე რომელიც მტკივა ერთი სიტყვა რომელიც შენს დღევანდელ განწყობას აღწერს დღევანდელ პოზიტივი Instagram ფილტრი თუ რეალური კანი? ფილტრი, გიშდები ფილტრებზე. ბრილიანტი თუ უახლესი აპარატურული პროცედურა? უი რა რთულია. ერთ დღეში უნდა მოვასწრო თუ ზოგადად ცხოვრებაში? ანუ არჩევანი. არა, პროცედურა რა, არა პროცედურა. რას მელაპარაკებ? თუ პროცედურა არ უნდა გავიკეთო და სახე დამიჭკნება, რა თმინდა ბრილიანტი? დაბლოკო თუ უბრალოდ დაიგნორო? დაიგნორო. მაღალი ქუსლი თუ ბოტასი? ბოტასი. მართლა? ემოცია, რომელიც ყველაზე მეტად გაბერებს. ფიქრები. ბევრი ფიქრი. რა არის შენი ელეგანტურობის მთავარი საიდუმლო ერთი სიტყვით რომ? საკუთარი თავის არ დავიწყება. და საკუთარი თავის დაყენება. და ცოტა მეცინება და მეღიმება, მაგრამ უნდა გითხრა რომ ერთი ესეთი კითხვა რომ რომელს აირჩევდი, აი ახლა ამ რთული დღეების შემდეგ, როდესაც ესე გაატარე პარიზში დასვენებას თუ ნატალის სპაში. არა, ოღონდ მართლა არ ჩამომართოთ მიკერძოებაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, არა მარტო ნატალის სპა და ბევრჯერ მithქვია ნანასთვის, რომ ნატალი თვითონ ნატალი ჯგუფი და ნატალი ცენტრი არის როგორიცი, აი ყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ აი აღდგენა მჭირდება. რამე პროცედურის გაკეთება კი არა, ყველაფერი ერთად. მასაჟი, სპა სახის მასაჟი, ჩხილის მოწესრიგება, თმა და მართლა არაერთხელ შევსულ ვარ კოსტავაზე და ნატალის წერ ყდრეთით აღვსტი. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საქართველოში, სადაც შეგიძლია რომ შეხვიდე და გამოხვიდე აბსოლუტურად სხვა ადამიანი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ნატალის იმიტომ რომ პარიზში ვერავინ პარიზი არ შემერგებოდა ისეთ მდგომარეობაში და სტრესილი რომ იქნებოდი. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის არ შემიძლია ნატალის სპა რა ვღნიშნო, ჩემი საყვარელი პროცედურა მარილის მაგიდა და შემდეგ უკვე მასაჟი თავის წყალმცენარეების სპილინგით. ეს ერთ-ერთი ჩემი აღმდგენი ისე რა საინტერესოა, ყველა სტუმარს თავის რაღაც განსაკუთრებული ფავორიტი პროცედურა რო აქვს. ჩემი საყვარელიც არის ეგ სხვათა შორის. და ენერგია იცი რა არის, შეიძლება ეს მარილი მე ჩემ პროფესიაში ხო, მე მჯერა აი ბევრი თვალის, აურის დაბინძურების აი სადმე რომ მივალ, რაღაცნაირად ისე ვარ ხოლმე დამძიმებული თუ ძალიან ბევრი თვალი მხვდება. და აი როდესაც ამ მაგიდაზე გავიკეთებ ამ პროცედურას, ნუ პროცედურა როგორია, ვინც არ იცის, დაწვევი, თბილი მარილია, დაწვევი და კარგ მუსიკას უსმენ კარგ გარემოში. მარილს გამოყავს ყველანაირი ნეგატიური ენერგია და რო ვდგები იქიდან მგონია რომ ახლად დაბადებული ვარ და მართლა ძალიან მშველის და მის მერე წარმატება უფრო მომდის ხოლმე თვალისგან რომ თავისუფლები. აი ხო საინტერესოა რომ თქვი რომ აი გჯერა ამ თვალის და ნუ რაღაცნაირად აი ენერგიას გიმძიმებს ხო? აი სხვა რამე დამცველობითი საშუალება გააქვს კიდე აი როგორც ჯვარს ვატარებ, ნუ ჯვარი პირველი დამცავია რა თქმა უნდა და მაქვს ნუ ნაკურთხი წყალი სანთელს ვანთებ ყოველდილით, მაგრამ პროცედურულად მხოლოდ მარილიანი მაგიდა. მარილიანი კი, მარილიანი მაგიდა. ნუ ეს არ არის სიახლე, ყველა მიცის თუნდაც რომ მარილი ცნობილია წმენდ ენერგიას, მაგრამ როდესაც საშუალება გაქვს რომ მთლიანად დაწვე მარილზე, ეს არის ფუფუნება ჩვენთვის ქალების. ყველაზე საინტერესო კიდე ერთ-ერთი კითხვა იქნება შეცდომები ალბათ, დაშვებული შეცდომები, აი ჩვენს სფეროში, ესთეტიკურ მედიცინაში, ესთეტიკაში. იცი რა არის შეცდომები? ბევრი არ მომსვლია, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილი ვარ.
და ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან ხარისხიანი პროდუქცია გამოვიყენო და სადაც მივდივარ, იყოს ხარისხიანი. მაგრამ ერთი შეცდომა ისეთი დამემართა, რომ ალბათ ეს იყო გაკვეთილი მთელი ცხოვრება მე ასეთი ფრთხილი რა ვარ. ალბათ 20 წლის წინ ხალხი ფიქრებს ეს 20 წლის წინ იკეთებ და რამდენი წლის არისო? 20 წლის წინ მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება და მივედი კონსულტაციაზე ერთ-ერთ ექიმთან. ის აღარ არის ცოცხალი, არ დავასახელებ სახელ და გვარს და რომ მივედი კონსულტაციაზე, მეუბნება დავწექი, ამას ესე გაგიკეთებ, ისე გაგიკეთებ, ესე და ძალიან მოგიხდებაო ტუჩის დამატება ცოტა. მოდი სანამ გადაწყვეტე, იმიტომ რომ მე ძალიან შიშარა ვარ და არ გამიკეთებია. თულად იღებ გადაწყვეტილებებს და ცხვირის ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ იქვე მაჩუქა ტუჩის მოცულობის გაზრდა, ესო ჩემგან საჩუქრათო და გამიკეთა რაღაც გაუგებარი პრეპარატი 20 წლის წინ. რო გამოვედი და დედაჩემი მახსოვს იმდენად ცოტა ხნით ვიყავი შესული რომ დედაჩემი მანქანაში მელოდებოდა და მივედი ცოტა დალაგებული დაწყობილი სახით და გამოვედი მართლა ფილტრები როა ხო იცი თან შეშუპებული ხონდა გული გაუსკდა ქალს რაღაცა ძალიან ცუდი შესახედი ვიყავი ერთი მაგრამ შესახედაობას ვინჩივის თურმე ეს იყო ბიოპოლიმერი ხო რომელიც არ გადის არასდროს და უკვე წლების მერე დაიწყო დეფორმირება, დეფორმაცია და ასე შემდეგ. თუმცა მისი ამოჭრა შესაძლებელია, მაგრამ დღემდე არ მაქვს ამოჭრილი, იმიტომ რომ ცოტა ვერიდები ჩარევებს და ვფიქრობ, რომ იქნებ და მე უკვე ეხლა დაიხვეწა და ვცდილობ რომ ცოტა კორექცია გავუკეთო. თუმცა ძალიან განვიცადე ეს და ინტერნეტში სხვათა შორის ბევრი მწერდა რომ რას გიგავსტუჩები ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მსგავსი და ხო რომლებიც დღემდე ცდილობენ რომ რაღაცნაირად გამოიწონოს სხვათა შორის მე დამემართა ინგლისში რომ ცხოვრობდით მივედი პირველად ფილერის დასამატებლად და ეს კაცი იყო ლივერპულიდან და რაღაცნაირი აქცენტი კონდა და ბოლომდე ვერ გავიგე რამდენ მილიგრამს თავაზობდა და დავთანხმდი და სახლში მოვდივარ. არა, მართლა ერთი თვე სახლიდან არ გამოვდიოდი, სახლში მოვდივარ 1 მილიგრამი ზემოთ და 1 მილიგრამი ქვემოთ. ნუ დაახლოებით ხო ვინც ერკვევა მიხვდება რამ ხელა ტუჩზე მაქვს საუბარი და სახლში რომ მივედი და ზურამ კარები გააყო, მართლა ანუ ძალიან შეშინებული სახე ქონდა და მეც ძალიან დავკომპლექსდი ერთი თვე სახლიდან არ გამოვსულ და მე გავიკეთე დამშლელი და ნუ კიდევ კარგი გაგიმართლა რომ ისეთი იყო რომ იშლებოდა და ნუ ბიოპოლიმერი ვინც არ იცის ისეთია რომ არ იშლება და თან მოძრაობს. კიდე რა შეცდომებს გვეტყვინინო? შეცდომას? იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ კი ყოველ ჯერზე, მაგრამ მაინც შეცდომები უფრო ერთ-ერთი ძალიან ის არის, იმიტომ რომ რაც მომსულია კიდე, ბოტოქსის თერაპია გამიკეთებია არასწორად, ესაც ადრე ნუ იცი ადრე ვფიქრობ რომ ეს რაღაც 20-15 წლის წინ უფრო არც იყო ესეთი დახვეწილი ტექნოლოგიებიც და თვითონ სპეციალისტებიც და მახსოვს ისრაელში მივდიოდით და კონცერტი გქონდა და მინდოდა ძალიან ლამაზად ყოფილიყავი და გავიკეთე ბოტოქს თერაპია. ბოტოქსი გავიკეთე და ალბათ ბევრი იყო თუ რაღაც და ეს შუბლი ჩამომივიდა კვებით და აჩიკო სოლოღაშვილი ისე ყვება რომ გაგიჟდები, იმიტომ რომ მოდისო ნინო და ვეკითხები რომ ნინო ცუთხასიაძე ხარ. არა. ეს უცბად აკეთებს. აბა ესე რატომ ელაპარაკები? და მოკეთ მთელი 3 თუ 6 თვე ესე დავდიოდი. არა, ყოფილა ეხა მეც მქონია პირადად, იმიტომ რომ ზუსტად ნინო კარგად ამბობს, როდესაც რაღაცა შემოდის, ყოველთვის მე პირველად ვიწყებ ხოლმე და პირველი იყო full face-ი რო იყო რა, ანუ baby face რასაც ვეძახით. ხო, full face-ი, აი მთლიანად, როდესაც მთელ სახეზე კეთდება, ნუ ეფექტი რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი აქვს, მაგრამ ნუ ძალიან ნიშნულოვანია ძალიან წერტილები და ასე შემდეგ და პროფესიონალის დღესაც იგივენაირად უნდა გააკეთოს პროფესიონალმა, მაშინაც პროფესიონალი იყო, თუმცა როგორც რაღაცა სიახლე შემოდის, სანამ ეს ყველაფერი დაინერგება, ჭირდება აუცილებლად ამ ყველაფერს ისა და მე ვარ ყოველთვის ამ ყველაფრის პირველი, რომელს თუ რამე შემოგვაქრო, მე შემდეგ უფრო ესეთი გამართული ვიყო ჩემს მომხმარებელთან ხოლმე და
ესე კარგად ვზივარ სტუმრებთან ერთად და მე მეგონა რომ ეს ცოტა ის დამემართა ხო წყალს რო ვერს წყალს რო რაღაც თუჩი რო გაგეთიშება წყალს რო ვერს ხო მე მეგონა რომ ის რა ქვია ინსულტი დამემართა ალბათ მეთქი თუ რაღაცა ესეთი აი მე გადავირია რომ შეხვდები რომ მაკიაჟს ვიკეთებდი ანუ სარკეში ხო ნუ ეს ხო არის იმიტომ რომ ხო თავიდან შემოდის სანამ დაიწყეს ეხლაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აუცილებელია რომ რაც შეეხება ბოტულოტოქსინს და ასე შემდეგ მხოლოდ უნდა აკეთონ ამიტომ პროფესიონალურმა დერმატოლოგებმა და რატო უნდა აკეთონ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია დღესაც დაიცვან თუმცა მეც მქონია და ძალიან დიდხანს არ გასულა შემდეგ და ალბათ მამაკაცები ვერ გაგვიგებენ მაგრამ ქალისთვის ეს არის ტრაგედია რა იმიტომ რომ რო გინდა რომ ლამაზი იყო და უცბად წარბი ჩამოგივარდება ხო დღეს უკვე ეს ძალიან ნაკლებად არის ნამდვილად გეთანხმები უკვე ის არ არის თუმცა ყოველდღიურად უფრო მეტი სიახლეები შემოდის და იმიტომაც არის რომ მაქსიმალურად ყოველ ჯერზე ვეცნობით და სიახლეებით რჩევა რომ იცი ახალგაზრდებს და შენ თაყვანისმცემლებს რომლებიც გიყურებენ. ბიუთი რჩევა არის რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ბევრ პროცედურაზე, რუტინაზე, მაგრამ უმთავრესი არის საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი თავის დაფასება. და ყველა პატარასაც, ჩემზე პატარასაც ყველას მინდა ვურჩიო, რომ იყვნენ თვით დაჯერებულები. თავიანთი თავი უყვარდეთ და ყველაზე მეტად უვლიდნენ საკუთარ თავს და უსმენდნენ საკუთარ თავს და აუცილებლად, როდესაც ადამიანი ქალი შინაგანად არის თავდაჯერებული და ის ასხივებს, ის არის ძალიან ლამაზი და შემდეგ უკვე მიყევით ყველა პროცედურას. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა ნინიკო, მოგიმზადეთ საჩუქარი, მე ვფიქრობ შენთვის ერთ-ერთი საყვარელი ეს არის whiting-ის პროგრამა, სახლის მოვლის პროცედურა. ვიცით რომ გიყვარს ძალიან, ამიტომ ეს არ დაგრჩეს. დიდი მადლობა, ეს არის ჩემი საყვარელი ხაზი, რომელიც ჩემს სახისკანს ძალიან უხდება. და მარმარილოსავით აქვს სახისკანი ამის. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი არაჩვეულებრივი საღამოსთვის დიდი მადლობა ძალიან ვისწიამოვნე მადლობა მართლა და აი ყოველთვის ძალიან მიხარია ხოლმე შენი ნახვა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებულ ენერგიას ასხივებ და დიდი მადლობა მადლობა რომ გაგვილამაზე დღევანდელი ეპიზოდი დიდი მადლობა ძალიან ვისწიამოვნე დღევანდელი საღამოთი და იმედი მაქვს დრო რო გავა კიდე დამპატიჟებთ აუცილებლად თუ სუნამოს მოგვი და ჩემი სუნამოთი მოვა უკვე მეორე ხაზის წარმოდგენილი სუნამოს მადლობა რომ გვიყურეთ არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს